Dirpaso megavre xoti მიესალმო ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი გრიგოლ ვაშაძე. სალვები ბატონ გრიგოლ დიდი მადლობა რომ გადაცემაში მოხვედით თუმრად ეს მისალმება ძალიან მომეწონა იმიტომ რომ რაღაცა უკვე ხშირია ხო ესეთი რაღაცა გადავდივართ ახალი მისალმების ფორმებზე იმიტომ რომ ახლა უკვე გადაკოცნა აღარ შეიძლება არ შეიძლება არა ხო აღარ არის დაძვება რეკომენდაციები ექიმების რეკომენდაციები უნდა დავიცვათ პირწმინდად კი ბატონო როგორ ხართ როგორი სიტუაცია რა ხდება ახლა ეს კორონავირუსის დაგვემატა ხო ამ ქვეყანას რა ვიცი როგორც დაგვპირდა ხელისუფლება უკეთესობისკენ მივდივართ ხო ლარი უფრო ხელმისაწვდომია დოლარში 3 ლარს გაძლევენ. ვა. მარტივი. მე იკითხეს ეს ექიმების რეკომენდაციები და. ხო. ხო, მარილი თეთრი სიკვდილიაო, შაქარი ტკბილიო, ყავა შავი სიკვდილი არისო, ხორცი და ისა ქათამის ხორცი, ის ცხიმიანი სიკვდილიო და ვერაფერს ვეღარ იყიდე და იქნები ჯამთელი. ნუ ჩვენიერი ზრუნავენ შენზე და რა ასერჩი ხელისუფლებას მოქალაქე ვერ გავიგე. ჩვენი ოპტიმისტი ადამიანი. ხო. და კორონავირუსი კიდე იმდენი წერეს ამ Facebook-ში ღმერთო ტაბურეტი გვესროლიო რომ გვესროლა. ო ნუ აი მართლა. ძალიან სასაცილო სიტუაცია, ნუ სასაცილო არ არის, მაგრამ მართლა ტაბურეტი გვაქვს. ჩამოვარდნილი კი. მივთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი ჩვენს საინტერესო თემებზე. წყალს დავლეშინებართვით. ვისაუბრეთ. მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივ შეთანხმებას მიაღწიეთ ოპოზიციამ. ესე იგი 120-ზე, ხო? ესე იქნება უკვე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120 პროპორციული 30 მაჟორიტარული გახლავს, ხო? კი. თვითონ ესე საიდან დადგა ეს ფორმულა 120-30, ხო? შეიძლება და 110-40-ზე. კი, მაგრამ 140-ს რომ მეკითხები, ხო იცი, ოდესაში ერთი ნამდვილი შემთხვევა იყო. ჯვანის კიყობა და მივიდა პრივოზზე, სახელგანთქმული ბაზარი არის ოდესაში. და მზესუმზირა ყველას ჰქონდა 10 კაპიკად. და ერთი ყიდი და 20-ად. რატო? და 20-ად რატო ყიდიო, კაცო კითხა? იმიტომ რომ 20 მეტიაო. რას მეკითხები ხა 120-ზე მეტი არის. კი და კაია. რა თქმა უნდა, კარგი არის, იმიტომ რომ ადგილობრივ ინდიელებს ვეღარ დააყენებენ იქ რო ყავთ მომზადებული, მოუწევთ ისეთი ხალხის დაყენება, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია. ადგილობრივ ინდიელებს საჩვენუბნებს. ხო, საჩვენუბნებს. მოუწევთ ისეთი ხალხის დაყენება, ვისთანაც სიამოვნება იქნება დებატებში შესვლა, იმიტომ რომ გამოჩნდება მათი არაპროფესიონალიზმის და უცოდინობის დონე. ეხლა ეს შალვა ნათელაშვილის ოფისში რო იკრიბებით. ეგ უკვე მთავრდება, ეგ შეკრებები, რადგან შეთანხმებას მივაღწიეთ. რას ლაპარაკობ, კაცო, ისე დამეგობრდა და დაძმაკაც და დაუჯახდა. ყველა რომ შალვასთან უბრალოდ ისე ვივლით ახლა. კვირაში ერთხელ. რატო გეუბნებით, იცი, ერთი 20 სცენარიო დადო, ცოტა დიდი მაგი დაიყიდოთ. არეტევა მაგი ოთახში. დიდი ოთახი. ხო, თან სიახლოვის გზნობა იქმნება. ხო. ჩამწკრივებული რო ხარ. კი, უფრო რაღაცნაირად. ძალიან სასარგებლო არის ისა, არაფერი მაგ ფორმატში შესაძლებელი არ არის, თავარი ეს ფორმატი არჩევნებისთვის შევინარჩუნოთ. გასაგებია. შენ ნუ გამოდიხარ ეს. არა, მე არაფერი, მე უბრალოდ ისე ესე ჩაჭედილები. კრიტიკანული შენიშვნებით. თავარი არის მოქალაქე როგორ მოვა არჩევნებზე. მოვა. ერთი მაგარი რაღაცა უნდა მოგიყო ეს ჩვენებურია, ქუთაისურია. არ ვიცი ანეკდოტი შემომასაღეს ნამდვილ ამბავად თუ ნამდვილი ამბავი იყო. რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ერთ ეს სიცხეა, ხო გახსოვს 42 გრადუსი 2018 წელს აგვისტოში. და ქუთაისში ვარ, ხა კარდაკარი გვაქვს ისა და ერთ ეზოში შევედი და ჩდილში მაისურებში როგორც წესი არის, დომინოს თამაშობს 5 ადამიანი, 4 ადამიანი აღარ მახსოვს, ლუდი ჩაციებულია იქადევს და ой, ბატონო გრიგოლო, დავჯექი მაგათაც ერთ ჭიქალუდი დავლია. რა დღეში ვარ ერთი მეუბნება. ხო. მოთხარ რა ხდება მეთქი. რა ხდებაო და აი ძმაკაცები მეკითხებიან ხელისუფლებას თუ ოპოზიციას აძლევ ხმასო. მე ვთხარი ხელისუფლებასო. ბიჭო დამიწყეს ჩხუბი ბიზინამ გიყიდაო, ხო? რამდენს გიხდისო? ხო. მე ვთქვი, კაი ბატონო, ოპოზიციას მივცემო. აგიბნია ტვინი რუსთავი ორმაო? ხო და ისე ამიშალეს დერები რომ თქვი, ვაფშე არ მივალ არჩევნებზეო. აი შენისთანებისგან მოინგრევა საქართველო. ხო და
ესე თუ ველაპარაკეთ ამ ხალხს ტელევიზორში ნამდვილად არ მოვა. კი ბატონო. მაგრამ თავარი ახლა ეს ჯერ ხო პარლამენტს არ დაუმტკიცებია ეს 130 თვითონ ეს მაჟორიტარ დეპუტატებს დაითანხმებენ, ანუ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამბოხებული. კი, ნუ ჯერ ერთი არ შედგება, რა ვიცი არის შეთანხმება თუ პოლიტპატიმრების ნაწილი არ შესრულდა. და ეს შეთანხმება არსებობს, უბრალოდ ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რადგან ვიცით რომ შეთანხმება არის, ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა თქვას, იმიტომ რომ პოლიტპატიმრები არ აყავთ. არ აყავთ. ხო და იმას რაც შეეხება ამ მაჟორიტარებს, ნუ ამბობენ რომ ყველაზე მძიმე შემთხვევა არის ბატონი ხუნდაძე, რომელმაც სულ აიშვა. ზატო. აი, ესე იგი პარლამენტში რო შედის, არავის არ ესალმება და საერთოდ აცხადებს, რომ მთელი საქართველოს ხელშეკრულებების ბაზას უნდა გადახედოს, შეესაბამება ეს მის მოთხოვნებს თუ არა. იმდენად ისეთი. კი, მაგრამ ქართული ოცნება მუშაობს. იმედი მაქვს, რომ დაითანხმებენ. დაჩიბერაიას? დაჩიბერაიას არ ვიცი. ესეც არ არის მარტივი. ესეც იმ ანეკდოტს გავს, ხო იცი, ოდესურ ანეკდოტს. ისა შენ ერთი ეუბნება მეორეს, იზია გინდაო რომ როჩილდის ქალიშვილი მოიყვანოს სოლად შენმა ვაჟმაო. ამავთხრე კიო მინდაო. შესანიშნავია, მე თანახმა ვარ, შენ თანახმა ხარ, ეხლა როჩილდი უნდა დავითანხმოთო. ეხლა დაჩიბერაია და ხუნდაძე უნდა დავითანხმო. ეგ არის ხო რომ გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ წინა ხო მაგად გამოჩავარდა. კი, მაგრამ ძალიან ძიმე ხალხია რა. კი ბატონო. ეხლა ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. ხო. ასე მარტივად რომ ყველაფერი ესე მოგვარდა. ბიზნეს რომ თანახმა არის იმაზე რომ 120-30-ზე წარდება ეს ბალისიშკვის რა აქ დამალული. აი რა ტრიუკი აქვს მოფიქრებული ამაზე თუ გაქვთ. აი ეგ მაინტერესებს, აი რა აქვს ჩაფიქრებული. ხო, შენ იცინი და მე მართლა მაგაზე ვფიქრობ დღე და ღამე. რაღაცა მომზადებული აქვს ნამდვილად. ესე მარტივად არ არის ეს საქმე. ხო, მართლა მაინტერესებს. მაგრამ მაინც 120 მეტია. 120 მეტია, მაგრამ ტრიუკი? ხო, ტრიუკი არ ვიცი. ტრიუკი უნდა დავიძაბოთ ყველა. ეს თქვენი იუმორისტები უფრო მოიფიქრებთ მაგას. ხო, რაღაც შეიძლება. ჩვეულებრივი ადამიანის ტვინი მაგას ვერ წუდება. კიდე ერთი კითხვა მაქვს ძალიან საინტერესო. ძალიან ესე დიპლომატი ბრძადებით ახლა ბევრ ოფიციალურ შეხვედრებზე ხართ დამყოფი და აი საქართველოსაც შეეხება ეს ბოლო პერიოდი, ანუ ბევრ უცხოელ დიპლომატებს ხვდებით. ეს უცხოელი დიპლომატები გამოდიან ჩვეულებრივად პრესკონფერენციებზე და ანუ ძალიან სუბუქად საუბრობენ რომ აღშფოთებულები არიან საქართველოში რაღაცა მოვლენებზე. ხო არის ესეთი? ეს ჩვეულებრივი ესე უნდა თქვან, ხო? პირდაპირ იმას ხო არ დაიწყებდა. აი კამერები რო გადის და ერთ-ერთში ხდებით და საუბრობთ. აი როგორ გესაუბრებიან ეს დიპლომატები, ევროპელები ან ამერიკელები თუნდაც. აი თვითონ გაბრაზებას როგორ გამოხატავენ? ხო, ნუ ვინც ქართული იცის მამაპაპურით და ვინც ქართული არ იცის. ჩვეულებრივი. აი კიდე თავის ენაზე რა გამოთქმების ყოფნის ამ აღშფოთების გამოხატვას თავშეუკავებლად. მართლა ესეა, სერიოზულად. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ისეთი იმდენი სისხლი, ოფლი, ცრემლები პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური კაპიტალი აქვს უყოლას ჩვენ მოკავშირეებს საქართველოში ჩაღრილი, რომ აქ ხუმრობა ზედმეტი არის. უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი ასე ფუჭად დაიხარჯოს და წყალში გადაიყაროს. ამიტომ ნუ შეაფასებ ჩვენ მოკავშირეებს მარტო იმ სწორი დიპლომატიური გამოთქმებით, რომელიც მათ პრესასთან ურთიერთობის დროს აქვთ. ხო, პრესასთან უფრო ანუ ესეა მიღებული, კი, ამამაც საუბრობენ. ესეა მიღებული. ესეა მიღებული. ყველაზე და ყველაფერი. ხო, ნერვები ნუ აგეშლება მაგაზე. ხო, დიპლომატიო ტალეირანი იძახდა არის ისო, ვინც არასოდეს არ ამბობს იმას, რას გააკეთებს და არასოდეს არ აკეთებს იმას, რაც თქვაო. რა მაგარი გამოთქმა. მეორე კაი გამოთქმა ქონდა ახალგაზრდა დიპლომატები რომ მოდიოდნენ სამინისტროში, ეხვეწებოდა ბატონებო, თავარია ნაკლები მონდომება. კაი, ბატონო გრიგოლ, ესე 2020 წლის არჩევნები ახლა ხო მალე გვექნება. ხო, რას ელოდებით ახლა? რა საიზღარი ღიმილით ამბობ ამას? რატო? არ ვიცი, იმიტომ რომ კომფორტში იქნები ჩვენ ვიკითხოთ. უნდა იმუშაოთ, აბა მე ახლა ხო ხდები რა ხელა გადაცემა მიყვავს ამდენი წელი. ხო. ყოველ წელს არჩევნები ხალხი მირჩევს.
შენ კი შენ რეიტინგებს თუ შეხედავს კაცი გირჩევს კი ბატონო ხო არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი ხო არა მე უნდა გითხრა ეს ხო ეს უნდა გაწეცო შემოდიხარ პირველი უნდა მაგით დაგეცო ხო და გრიმის ქვეშ უნდა გაწეცო არ უნდა გახსენებდე არა გრიმის ქვეშ უნდა გაწეცო გრიმის ქვეშ ითელი ვარ ისე ხო და 2020 წლის არჩევნები მოდის კი როგორც მახსოვს 2018 წლის არჩევნების დროს თქვენ იყავით კაკების აგენტი კი ხო მე გამომაგდეს დავალება ვერ შევასრულე სისხლიან პლაკატებზე იყავით გამოჭი რას ელოდებით ახლა რა სიურპრიზებს ელოდებით აი შეკითხვა არის ნუ არ ვიცი ახლა მაშინ აგენტი ვიყავით ახლა შეიძლება დამაწინაურდეს და პოლკოვნიკი ვარ შეიძლება ხო რაღაცა ნაციონალურ მოძრაობას ბევრი ხმები მოუტანი და პოლკოვნიკი ვარ თუ გენერალი შეიძლება რუსეთის ხო რა ქვია მაგათ კაკების აღარ არის კაგები FSB ისინი კაკებს გეძახდნენ კაკებს ისინი არ კითხულობენ გაზეთებს და იმათ ნუ დაიმსგავსებით ხო მაგრამ ტერმინოლოგია გადმოვიტანე უბრალოდ ხო ესე იგი ჩვეულებრივ შეიძლება უკვე კაკებს დამაწინაურონ შეიძლება კი დამაწინაურონ მეორე რა ხა თეატრი უყვარსო, ამას ვერ დაეტაკებია, რაგბი უყვარსო, ვერ დაეტაკებია, მადრიდის რეალის გულში მათქევარიაო, ვერა, ბევრი წიგნი აქვს წაკითხულიო, ხო, აი ეს ცოდვაა. ხო, ეს ქართული ხო. იმიტომ რომ ორი წიგნი უნდა გქონდეს სულ წაკითხული. ხო, ცოდვა არის, ხო, ბევრი რა. სხვა არაფერი, ხო. კიდე ერთი ამბავია, რომ ეს ფეხბურთი რადგან ახსენეთ, ხო? მადრიდის რეალის და ბარსელონას თამაში თუ არის, თურმე ბარსელონას არა მარტო მადრიდის რეალის თუ არა. თორე ბარსელონას მოუკვდა პატრონი. ხო. მეზიზღება გასაგონად. თქვენმა რეიტინგმა არ დაიწიოს მე არა კაცო როგორც გინდათ ისე საქართველოში მადრიდისტები ვართ უმრავლესობაში იმიტომ რომ ყველას ესმის სეპარატისტული ჯგუფების გუნდს მხარი არ უნდა დაუჭირო ო ნუ ბარსელონას ბევრი გულ შემატკირო და აი თურმე მადრიდის რეალის თამაშის დროს საერთოდ შეიძლება ვერ გიპოვონ არა საერთოდ ვერ მიპოვიან ოჯახმა იცის რომ მადრიდის რეალი თამაშობს, ამიტომ ის ოთახიც არიელი არის, მე ვარ მარტო ტელევიზორთან. ხო და გვაქვს მიწერ-მოწერა მადრიდისტებს ერთმანეთს. აი ყველა თამაშის უყურებთ აბსოლუტურად როგორც ეგ როდის დაიწყო, იცი? 67-ში მადრიდის რეალმა მე-6 თასი იყო მოგებული მგონი ჩემპიონობის თასი. მადრიდის რეალმა მოუგო ბელგრადის პარტიზანს 2-1. და ესპანელები მატჩს იღებდნენ 6 კამერით. აი როგორც ხატრულ ფილმს იღებენ, ისე იღებდნენ მაგ მატჩს. მერე დაამონტაჟეს ეს და მთელ მსოფლიოში დაატრიალეს. და ჩვენთანაც სადღაც 4 თუ 5 დღე აჩვენებდნენ კინოსახლში. რეალის თამაში ესე? კი, 67 კინოსახლში ესე მიხვედი? ხო, კინოსახლში. ნუ აბა ხა ტელევიზორში ვინ გაჩვენებდა, კაცო, იქ მარტო ბრეჟნევი იყო ტელევიზორში. ხო და მე და მამამ წამიყვანა იქა და აი, მაშინ დაიწყო ჩემი სიყვარული მადრიდის რეალის და მაგრამ შენ გამოგჩა საქართველოს რაგბის ნაკრები. ხო, რაგბის ნაკრები კიდე. იმიტომ რომ რაგბის ნაკრები რო თამაშობს, იმ დღეს თუ სტადიონზე აროა, ყველა მიცის არ უნდა შემაწუხონ. აი, იმ დროს რო იყოს, თუნდაც რაღაცა ის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ტრამპი ჩამოვიდა სიტყვაზე და თქვენთან უნდა შეხვედრა. ბიჭო, ტრამპი თუ ჩამოვიდა საქართველოში, საერთოდ აღარ უყურებ ფეხბურთს. არა, მაგრამ ეს ვთხოვ საელჩოს რომ რაღაცნაირად ისე გააკეთო რომ დაამკვიდრო რომ 2 საათი ან 2 საათით ადრე. 2 საათით ადრე ან 2 საათით გვიან ჯობია, იმიტომ რომ უფრო მეც ისაუბრე. შენ აგიღოს ფეხბურთი. როგორ არ მიყვარს? მე ლონდონის არსენალის კურსი მატკივარი ვარ, ვერა ვარ თლად კაი ფორმაში მაგრამ. ანუ მაზოხისტების პროფესორი ხარ. ნუ აუქრათ ახლა მეუღლეა სამაგიერთ რეალ მადრიდის კლუბში. ვენაცვალე. ხო გეუბნები, შენც უმცირესობაში ხარ ოჯახში. იმიტომ რომ მეუღლე, ცოლი ითვლება ერთნახევრად. კი ბატონო, ხო, ნუ რა თქმა უნდა მე და ჭკვიანად იყავი, დროზე გადმოდის ნათელხარეზე. დადექნათელ ხარეს. კიდე თქვენ მეგობრობთ იაპონიის ელჩთან. არა მარტო. ხო, ნუ უფრო ხშირად ყოფებით იაპონიის ელჩთან. ანუ ეს საიდან არის ეს თქვენი მეგობრობა საქართველოსთან დაიწყო თუ არა, იაპონიიდან დაიწყო. იაპონიაში გაიცა. ხუმრობის garaში თუ ხუმრობ? არა, ხუმრობითაც და ხუმრობის garaშიც ისეც მაინტერესებს. კაი, ხუმრობის garaში იმიტომ რომ არ შეიძლება ქართველს არ აინტერესებდეს მეორე მსოფლიო ომით განადგურებული სახელმწიფო, სადაც ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც გახდა ბირთვული იარაღის გამოყენების მსხვერპლი, სადაც 3 მილიონზე მეტი მამაკაცი, უკაცრავად, ხო, 3 მილიონზე მეტი მამაკაცი დაუპული იყო და 6 მილიონი დასახიჩრებული უგზო-უკლოდ დაკარგული. როგორ
მოახერხა ამ სახელმწიფომ 20 წელიწადში ისევ წამყვანი ქვეყნების რიგში ჩამოყალიბდა. 3-4-ში თუ არ ვცდები, მე მგონი. და იქნება სამუდამოდ შრომის ეთიკა, საზოგადოების სტრუქტურა, რომელიც ძალიან გავს ქართულ სტრუქტურას, ანუ სამი თაობა ერთი ჭერქვეშ. ეს ყველაფერი ჩვენ ამ ადამიანებისგან, ამ შესანიშნავი ადამიანებისგან სასწაული გვაქვს. და ხუმრობით ერთი ისტორია მინდა მოგიყვანო. კი, მაინტერესებს. არაჩვეულებრივი მეგობარი ყავს მე და ნინოს ერთ-ერთი წამყვანი შენი პროფესიის ჟურნალისტი სანკეი სიმბუნის იაპონიის ხო ლიდერი გაზეთი. ხო და ჯერ კიდე საბჭოთა კავშირია და მიდის საბჭოთა კავშირიდან დაუმთავრდა მიულინება და უნდა წავიდეს აღარ მახსოვს რომელიღაც დიდ ევროპულ ქვეყანაში და აი ძალიან დანაღლიანებული არის. მე ვთქარი ხამასაკისთან რატო ხარ ეს დანაღლებული? ჩვენ ხა გაქცევა გვიდა საბჭოთა კავშირიდან და ესია დანაღლიანებული. ის მეუბნება გრეგორისან აი აქ რო გაგაჩერებენ მოსკოვში წეს რო დაარღვევ და ნასვამი ხარ ყოველთვის შეიძლება ადამიანურად მოილაპარაკო. რო ყოველთვის გაჭირება. ინოს ეუბნება ერთი იაპონელი მოცეკვავი შესანიშნავი მოცეკვავი ყავს დასში. ბევრი ნაციონალობის, მათ შორის იაპონელები. იაპონელმა თქვა საქართველოში რო ჩამოვედი ნინოსთან, მე მივხვდი რა კარგი არის ცხოვრება და მარტო მუშაობაზე რო არ ფიქრობ. ნინო მუთხრა, ეგ ამ თეატრის ზღულს რო გადმოსცდები, იმ წუთას ვერ დაევიწყე. გარეთ იყავი ქართველიო. მაგარი არის ძალიან გიყვართ ანეკდოტები. კი. ხო, მოყოლითად არაჩვეულებრივად ყვებით. ხო არა გაქვთ რამე ახალი ცინცხალი, მე მიყვარს ანეკდოტები. ცინცხალი, იცი რა, ცინცხალი რა ვიცი რა მოგიყვა. პოლიტიკაზე გინდა? ეს პოლიტიკური ანეკდოტები ძალიან ხო, ანეკდოტიც არ არის, თითქმის ნამდვილი ამბავია ახლა, იმიტომ რომ შეფერადებული არის. ახლა იტალიაში გაზეთი როა, კორიერე დელა-სერა და მე მან კონკურსი გამოაცხადა. ხო. თავის მკითხველებს კითხა, ნახევრად ხუმრობით. პოლიტიკოსებს და ქურდებს შორის განსხვავება გითხარითო, მოგწერეთო. ხო და ვინმე ჯანი მონტი მიწერა წერილი, სადაც იყო რომ დიდხანს ვიფიქრე ბატონო რედაქცია ამ თემაზე და მივხვდი რომ განსხვავება ესეთი არისო, ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკოსებსო და ქურდები გვირჩევენ ჩვენო. გავიდა ერთი კვირა და ღებულობს წერილს, სადაც წერია რომ ბატონო მონტი, თქვენი პასუხის გამო კორიერე დელა-სერა გაჯილდოებთ ერთწლიანი უფასო ხელმოწერით, იმიტომ რომ თქვენ იყავით ერთადერთი, ვინც განსხვავება იპოვაო. მეორე კარგი ისტორია ის ხო იცია რა განულებაზე. ხო, ეს მოსკოვიდან მოვიდა. განულებაზე ეს პუტინმა რო გაანულა თავის საპრეზიდენტო. არ ვიცი, თვითონ ეს ფაქტი ვიცი რომ საპრეზიდენტო პერიოდი გაანულა და ახლა გარდაიცვალა და მოხდა ჯოჯოხეთში. ხო. და ეშმაკებმა კითხეს, შე რამდენჯერ იყავე ეს პრემიერ-მინისტრიო? ხო, რამდენჯერ იყო? 2-ჯერ. 3-ჯერ. არა, პრეზიდენტი 2-ჯერო. და პრემიერ-მინისტრიო 2-ჯერო. ამოავლეთ 4-ჯერო ცხელყურფშიო, ამოავლეს. ამოვიდა და გრილდება ახლა, წევს და გრილდება. ხო, და ეს სამთავარი ეშმაკი ძახის კიდე ამოავლეთო. და რატო კაცო ხო ამოვლ გაგინოლდაო? ისე აუცნაური ფაქტია რა. ეგეთი ფაქტი ყოფილა, რომ ადამიანი ყოფილიყო ამდენი წელიწადი პრეზიდენტი და მე უცებ კონსტიტუცია შეცვალა. თავისი საპრეზიდენტო ეს პერიოდები გაანულა. ხო. და ხელახლა შეუძლია იყაროს პრეზიდენტობაზე კენჭი. ანუ 2036 წლამდე პუტინი უნდა იყოს ისევ პრეზიდენტი, ხო? ხო. შეგიდეს იხარ სტუდიაში და იცინი რა გაცინებს. ორი აგური უნდა გეჭიროს თავში. არა, უბრალოდ ესეთი აი რაღაც ესეთი უცნაური რა არ გამიგია და რა ვიცი, ამასაც ხო არა აქ ეგეთი ჩაფიქრებული თქო, მაგრამ ეს პრინციპში არაფორმალურია. ხო. რამდენი ხანი არ ვიცი, მე და შეგადაცემის ბოლომდე გავაგზავნოთ იმ ტრიუგზე ფიქრი ბალიშის ქვეშ რომ არის შემოგებული. ხო და ზუსტად მაგ ტრიუგთან დაკავშირებით. ხო. პირდაპირ იმ კაცო დაველაპარაკოთ. ტელეფონით. არა. სტუდიაში. მაიყვა. შეიძლება? კი. მობძანდი თუ შეიძლება. იკოლიას თუნდაც გამარჯოს კინაღამ პრეზიდენტს. გამარჯოს. არა ესე, თქვენმა პარლამენტმა ესე მიესალმეთ რაც ერთმანეთს. აქვს აგერ ეს კორონას გადასაცავად, ეს სააკაშვილის გადასაცავად. მოდი მაქვს. დამზადეთ ადამიანიძინა. ანუ რა ხდება ახლა? დეზინფექცია გაკეთებული გაქვს სტუდიაში? კი ბატონო, კი, გაკვეთებული გვაქვს. ხო, ხელები დაბანილი გაქვთ?
კი, ჩვენ დაბა. აი, თქვენ თუ გაქვთ დაბანილი ხელები? მე 2012 წლის მერე საფუძვლიდან დავიბანე ხელი. მაგას დავიბანე ხელი და ვისფერი აღარ ჭირდება იმდენად. კარგი. აბა როგორ ახარ ბატონო გრიგოლ? იცით ეს რა არის? რა? აი ეს რა არის იცით ეს მოწყობილობა? კი, დეზინფექცია. როგორ გეკადრებათ? აბა. ეს ლადუკა ხაზის ცრემლებია. აი ურთიერთჩახუტების ადგილას რომ ვინძახდა, მაშინ ავაგროვე. საოცარი ანტისეპტიკია სხვათა შორის. მიქაროს პირს. საოცრებაა პირდაპირ. მისმინე ბატონ ბიძი და აუნაკითხოთ ხა ბატონ გრიგოლ ბოდიში თქვენთან. სადმე სამოგზაურთ ხარ ყოფილხართ? თქვენ ხშირად დადიხართ ქვეყნის გარეთ? აი მაგალითად იტალიიდან ხარ ჩამოსულ ხარ, რომ ვიცოდეთ ახლა ჩვენც აქ არა, არც სხვათა შორის არც იტალიიდან ჩამოსულთან მქონია კონტაქტი. არ ქონიათ? იმიტომ რომ იტალიაში ვინც დადის ხშირად ის პიროვნება მაინდამაინც გულზე არ მეხატება დიდი ხანია. რაღა ახლა ჩავიხუტებოდი მაინდამაინც. აი ახლა არ გვინდა ეს ზედაპირული გლიცინი და დავიწყოთ საქმეზე გადავიდეთ. მიხედავთ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ გრიგოლ, აბა რა სიტყვით? ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე. ვილაპარაკოთ, კი. რაღაც თქვენ აქ ახარ? კარგი, მაგრამ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ პოლიტიკაზე? ვიღაც გოგო მოგიგოთ არჩევნები. რა იყო რას მიყურებთ თქვენ ორივე რა 120 რატომ მიყურებთ? არ მოგეწონათ იუმორი? არც მე არ მომეწონა რაც ვარ ის დახრად პროპორციული, მაგრამ რა ვქნათ? ესე გამოვიდა. ანუ ესე იგი თქვენ არ მოგწოთ ეს ფორმულა 120-ზე? რა არის იცი ვანო? აი თვითონ 120 არტერიული კარგია. ეს გულის წნევა ცოტა რაღაცა მაიჭებს 30. ჯობდა 120-80 ყოფილიყო. არ გამორიცხო რომ მალე იყოს. უფრო ისეთი პარლამენტი იქნებოდა რაღაცა პილოტის ლიოჩიკის პარლამენტი იქნებოდა რაღაცა. ეტის იქნებოდა. არ და თავიდან როგორ დაიწყეს გახსოვს? თაიმდევრობა ეს როგორ დაიწყეს? თავიდან ასე ვაჭრებოდნენ ეს რაღაც 140-ზე, 140-ზე. ოპ, მე მეთქი 140, აჰა, თითქოს რაღაცა. და ბოლოს მაინც დავიყოლია 120-ზე. ესე იმასთან ვაჭრობას მე. თავის დროზე ტაიგაში მანდარინს ვყიდი. ეგ რა შუაშია კაც მანდარინს ვყიდი. კაცი არ ცხოვრობს იქ და როგორ ვყიდი არ გიგვირს. არა კი ვიდეო და ლიცინის ვიდეო და სულ ანუ ესე იგი ბატონ ბიზნეს ეს მაჟორიტარების აჯანყება თქვენი დადგმული იყო ესე გამოვიდა ხო არა როგორ შეიძლება ანუ ესეთი საუბარი ხა საზოგადოება გიყურებს როგორ შეიძლება ესეთი საუბარი როგორ იყო ჩემი დადგმული იდეა ჩემი იყო მაგრამ თვითონ დადგეს მაგიტომაც დადგმული იყო მაგიტომაც მაგრამ დაველოდით ზუსტად ნუიჩქარეთ აღრიშვას საჭიროდ ისეთი ტრიუკი მაქვს მომზადებული რომ ხალხი ფულს აქეთ მომცემს. აქეთ გადაიხდის ფულს. რა ტრიუკია? საინტერესო. საოცარი ტრიუკია. აი დააკვირდით ახლა თქვენ ეს ამხანაგები რომ იმაში იქნებებით ლეიბორისტული პარტიის ოფისში. იბრძელ მაგიდასთან. კი. ორი ტრიუკი იქ გიზით სანდობიანის სახით. ეს ორი. არჩეზე აღარ ვიტყვი, არ მინდა რომ ესეთი დატოვებ ისე რა. დაგასპოილეროთ არ მინდა. დაგასპოილეროთ. და ისე დავტოვებ. მაგრამ ორი ადამიანის იმედზე არ იქნებით ნორმально. ძელი პიროვნება ვდანდები ბატონო გრიგოლ კიდე იქნება იქ რა. საოცარი სახელის მქონე სხვა. ხო. კიდე იქნება იქ რა. არის რაღაცებს შემოგთავაზე სიურპრიზებს ახლა ისე ხო არ გეტყვით პირდაპირ ახლა ერთი შევა მინდა მოგცეთ ბატონო გრიგოლ. დიახ. დაანებეთ სააკაშვილთან ამ სკაიპით საუბარს თავი. ხო ხედავ თვალებს დგეს, გამოსხივება აქვს. არ შეიძლება ეს საუბარი. თუ მაინც და არ იშლით, მაშინ ის კაქტუსი ცოტა მოწიეთ კომპიუტერთან. იმიტომ რომ აღარ გვესმის რაღაცა შორს. თელი განყოფილება გისმენთ, დაგვეძაბა ყურები, დაგვეძაბა. აგიტო ახლოს. თელი განყოფილება. კარგი ვანო ეხა მე აღარ ვცალია. რაღაც პარტიის დასმიყავ შეკრებილი. საჭიროდ რაღაცა პატარა ჰორმოქმედებიან ტრიუკი უნდა დავდგათ. და პრემიერა იქნება ოქტომბერში. პერფორმანსია რაღაცა არ შეიძლება. აბა კარგად წენდებოდი. არა ეს დატოვეთ რა ბატონო. ეს გინდათ? არა ეს დატოვეთ საერთოდ. აბა კარგად. ყავს კაკალი გააგდებიეო, ხო იცი? ოკლეთ ბატონო გრიგოლ. აუ. ესე იგი მინდა წარმატებები გისურვოთ. იმედია ეს კორონავირუსი მალე გადაივლის ჩვენს ქვეყანაში, რომ ხალხი ისევ დაუბრუნდეს რაღაცა იმ ჩაულებრივ ცხოვრებითაც, იმიტომ რომ დღეს რო გავედი ქუჩაში, საერთოდ არავინ არ დადის. მანქანები არ დადის, არაფერი არ არის, ანუ რაღაცა მოიწყინა ქალაქმა ერთი სიტყვით რა. კი, მოიწყინა და ეხა თუ ფეხბურთის ჩემპიონატების გააჩერეს, ხო დავიღუპეთ საერთოდ. ხო, თან რომშია მე მგონი გახსნა, ხო თუ არ. ხო. ვანო, მე კიდე დიდი მადლობა ჯერ ერთი
ამ ადამიანს რო შემახვედრე, მაგრამ ვერ გამოვტყუეთ პასუხი. ანუ იმ ორ კაცს ვიცნობთ, პრობლემა არ არის. კიდე რა აქვს? ხო, კიდე რა აქვს მომზადებული, ეგ არის საკითხავი ახლა. ეგ არის და ძალიან დაფიქრებული მივდივარ შენი გადაცემიდან. იფიქრეთ, რო გაქვს. წარმატებები ბატონო, რასაკეთებ კაცო? გრიგოლოშა საკითხი გადაცემის თუმარი. ეს წავიღებ.